უკრაინაში დაძაბულობა გრძელდება, აქტივისტები ქვეყნის დიდ ქალაქებში ადმინისტრაციულ შენობებს აკონტროლებენ. ღამის განმავლობაში დაშავდა 200-მდე ადამიანი. გვიან ღამით სპეციალური განცხადება იუსტიციის მინისტრმაც გავრცელა და აქტივისტებს დაემუქრა. რა სიტუაცია უკრაინაში ამ დროისათვის დეტალებს სოფო მაკაცარიას რეპორტაჟიდან შეიტყობთ. იუსტიციის სამინისტროს დასაკავებლად ერთიანი საქმის აქტივისტებს დიდი ძალისხმევა არ დასჭირდათ. შენობას არავინ იცავდა. მათ ფანჯარა ჩაამტვრიეს და კიდევ ერთი სამთავრობო ნაგებობა დაიკავეს. გვიან ღამით დემონსტრანტებს იუსტიციის მინისტრმა ოლენა ლუკაშმა ტელევიზიით მიმართა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დაემუქრა. Звернутися до президента України. მე იძულებული ვარ მივმართო პრეზიდენტს შეწყვიტოს მოლაპარაკებები მანამ სანამ იუსტიციის სამინისტროს შენობას აქტივისტები არ დატოვებენ. ხოლო თუ ეს არ მოხდება მივმართავ უშიშროების საბჭოს და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისკენ მოვუწოდებ. იუსტიციის სამინისტროს დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე აქტივისტები აგრარული პოლიტიკისა და სურსათის სამინისტროს შენობაშიც შევიდნენ. ადმინისტრაციული ორგანოების დაკავება მოხდა ასევე დნეპროპეტროვსკში, ზაპოროჟიესა და სუნახში. თუმცა ბერკუტმა ზაპოროჟიეში შეკრებილი აქტივისტები გვიან ღამით დაარბია. დნეპროპეტროვსკში კი რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს და 5 საათში განაჩენიც გამოუტანეს. მათ არეულობის ორგანიზებისთვის ორთვიანი პატიმრობა მიესაჯათ. მითხრეს, რომ 294 მუხლით დააპატიმრეს. არ ვიცი რომელი ნაწილით, არადა ის სიტუაციის დაწყნარებას ცდილობდა, რადგან იქ ქალები და ბავშვები იყვნენ. მილიცია კი როცა მშვიდ სიტუაციაში ამჩნევს, მაშინვე პროვოკატორებსა და ზონდერებს აგზავნის. ძალიან მიგვირს, ადამიანი 5 საათის წინ დააკავეს და უკვე განაჩენი გამოუტანეს. არდა კანონით დაკავებულ 72 საათი აქვს იმისთვის, რომ შესაბამისი მტკიცებულებები შეაგროვოს. არც არავინ დაუკითხავთ. ეს დიდი კანონდარღვევაა. დღეს ევრომაიდანზე შეიკრიბნენ დაკავებულ აქტივისტთა ცოლები და დედებიც. მათ დამოუკიდებლობის მოედნიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციამდე მსვლელობა მოაწყვეს და მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდეს. გვინდა რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს ჩვენ, არ გვინდა რომ უკრაინელმა ხალხმა ბარიკადებს მიღმა ერთმანეთში იომოს. ჩვენ დედები ვართ, გვინდა რომ ჩვენმა შვილებმა მშვიდობიან ქვეყანაში იცხოვრონ და საკუთარ თანამემამულეებს არ ებრძოლონ. 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა და 10-მდე მანქანა დაიმტვრა ჩერკასის ოლქში. დაშავებულია ასევე 2 პოლონელი ჟურნალისტიც. იანუკოვიჩისთვის მიცემული ვადა კი იწურება. ამ დროში პრეზიდენტს დაკავებული 118 აქტივისტი უნდა გაეთავისუფლებინა. უკრაინული მედიის ცნობით, ევრომაიდნის მოთხოვნებს უკვე რადას დეპუტატთა ნაწილიც უერთდება.